მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს Business Space-ია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. და მოდით ახლა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი პირდაპირ კითხვით დავიწყოთ, ხო? ანუ რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ბიზნესი გარემოს დაცვით მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, ხო? ახლა თუ გაგიჭირდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ესე იგი დღევანდელ ეპიზოდს აუცილებლად უნდა უყუროთ. ამიტომ მოდით დღევანდელ ჩვენ სტუმარს წარვადგენ. დღეს ჩვენი სტუმარი არის კონსტანტინე ხაჭაპურიძე, საქართველოს გარემოს დაცვით მმართველთა ასოციაციის პრეზიდენტი. მოგესალმებით. მოგესალმებით. და თემის სამართლებრივ და პრაქტიკულ მხარეს კი ტრადიციულად ჯონი ჯონიაძე გაუძღვება. ჯონი, მოგესალმებით. გამარჯობა. ჯონი, საინტერესო თემა გვაქვს ძალიან, როგორც ყოველთვის, და შეგვიძლია დავიწყოთ. აღარ დავკარგოთ დრო. კი, ნამდვილად საინტერესოა, ესეთი საინტერესო თემები დიდხანს გვიგზელდება ხოლმე და მე დროის დამატებას ვიწყოთ. მაქსიმალურად სწრაფად კი. ხო, ინსპირაცია რა იყო ამ მიმართულებაზე პოდკასტის გაკეთების? ინსპირაცია იყო ის, რომ აღმოვაჩინეთ ერთხელ ესე პრაქტიკაში მუშაობის დროს ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოლქი თუ უბრალოდ სამართალდარღვევის ოლქი და რაზე და რაღაც მაცივარ აგენტებზე წესების დარღვევა და მე გამიკვირდა რა ეს რა არის ესეთი არც ნორმა გამიგია, არაფერი გამიგია, კიდევ კარგი ოლქში ეწერა. ის გამოიყო დაჯანიმებული, მე ჩავხედე ნორმატიული აქტი ვნახე და აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მაცივარ აგენტებზე, ანუ კონდიციონერში ფრეონი რომ გაქვს, რომელსაც თუ გაჟონავს მავნეზე მოქმედება აქვს გარემოზე, აქედან გამომდინარე ვალდებულები არიან ორგანიზაციები, რომ როგორც დაინსტალირება აცრომ სააგენტოს ასეთი დანადგარების, ასევე პერიოდული შემოწმება უნდა ჩატარონ წელიწადში ერთხელ და ესეც უნდა აცნობონ. აი, ვის ეხება ბატონი კონსტანტინე, გვეტყვის ყველაფერს. აქაც სტუდიაშიც მოგესალმებით. რომ დავიწყოთ შესავლით, ზოგადად რა ვალდებულებები არსებობს ბიზნესზე ვისაუბროთ, ბიზნესს რა ვალდებულებები აქვს გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს თუ ზოგადად ქვეყნის წინაშე. ძალიან კარგი. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მივესალმებ თქვენ მაყურებლებს, თქვენს მსმენელებს და ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი ფორმატია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ხა რაც ჯონი მისაუბრა, რომ შემდგომში რომ ბიზნესი არიდებული იყოს ჯარიმებს, ესეთი ზუსტად ფორმატები შესაძლებლობას აძლევს ცნობიერების ამაღლების კუთხით და შეიძლება დაიცვას კიდევ შემომავალში ის ბიზნესი, რომელიც შეიძლება ჯარიმას გადაურჩეს. საკმაოდ ბევრი ვალდებულებებია გარემოს დაცვის კუთხით. 2015 წლიდან, როდესაც ჩვენ კიდე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, ძალიან ბევრი ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წამოვიდა და დავიწყეთ ევროკავშირის რეგულაციების შემოტანა და შესაბამისად ყოველ წელს რაღაც ახალი რეგულაციები ირთვება, მათ შორის ეს მაცივარ აგენტები, რომელიც მიბმულია ოზონიშნის დაცვასთან დაკავშირებით, რომ ფრეონი ვიცით, რომ ახლა იქ შრეს იმშვება, რა ქვია, ანადგურებს საბოლოოში. მე რაღაც კატასტროფასაც არის სამყარო გადარჩენილი ფაქტ ფრეონის გამო. ძალიან ბევრი შეიცვალა ზოგადად წლების განმავლობაში ისეთი მაცივარ აგენტების გამოყენება, რომელიც ძალიან დამაზიანებელი იყო და რეგულაცია შემოვიდა. ხა მთლიანად რეგულაციაზე მიბმული და სხვათა შორის ეხა მარტო კონდიციონერში არ არის, მაცივრებში გვაქვს ასევე დიდ ჩილერებში, რომელიც კომპანიებს დიდი გამაგრილებელი სისტემები აქვს და ასე შემდეგ და ნებისმიერ სუპერმარკეტში რო შეხვიდე ეს დიდი მაცივრო დახმაცივრები რო აი ყველგან ეს ფრეონია და გარეთ რო აცხუნებს. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ნებისმიერ ოფისში. კი, ამ შემთხვევაში ანუ საკითხი ესეა, რომ როგორ მარტივად რო თქვა, მარტივი ენით ხა ბიზნესისთვის მარტივი ენით რო თქვა, როგორ დარეგულირდა, რომ პირველ რიგში შემოიტანეს თვითონ ეს ტექნიკოსები, ვინც არიან ამათი სერტიფიცირება შემოვიდა კანონით, ანუ უნდა გაიაროს ტრენინგი და მას უნდა გაიაზროს, რომ რას აზიანებს ეს მაცივარ აგენტი, იმიტომ ის ცვლის წარმოიდგინე და იმან რომ შეცვალოს და რაღაცა გაჟონვა მოხდეს, არც მიაქცევდა ყურადღებას, დაიცალა ფრეონი, არ დაიცალა, მაგრამ ამ დროს ეხლა რა წარმოიდგინე, ხო, გარემოში მიდის პირდაპირ გაიფრქო ეს ფრეონი და ამიტომ პირველ რიგში ტრენინგები გაიარეს, შემდგომ სერტიფიცირება მოხდა, მათ ჩააბარეს ტესტები და შეიქმნა SIA, დღესაც არის გარემოს ეროვნულ სააგენტოში სპეციალურად განათლების ცენტრს უდევს, გარემოს დაცვის ინფორმაციის და განათლების ცენტრს SIA, ვინც არის სერტიფიცირებული ტექნიკოსი. მე ესე წეგავს საუბრობთ ამაზე სტუდიის გარეთ. ანუ ეს ადამიანები, ვინც სერტიფიცირება გაიარეს, საკუთარი ინიციატივით მივიდნენ, ხო, ალბათ უმეტესობა, მაგრამ აი დიდ კომპანიებს, სადაც ამ დანადგარების რეალიზება ხდება,
მათ სავარაუდოდ ხო ყავთ ვინც ემსახურებათ ინსტალაციაზე ამ თავის სერტიფიცირებული ეს ინსტალაციაზეა, ინსტალაციაზეც არის და შემდგომ რემონტებზეც რა თქმა უნდა რა, იმიტომ რომ ხა იქ ხან მილი დაზიანდება ან რაღაცა გაუმართლობა ტექნიკური და ჭირდება ხო ტექნიკოსი, იმიტომ რომ ხა მაგალითად თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ უდიდეს სამაციურო დანადგარებია ყველა კომპანიას, დიდ კომპანიებს რა და ეხ ჩვენ ისე მარტივად უყურებთ, მაგრამ ნებისმიერი სასმელი წყალი იქნება თუ ასე შემდეგ ეს გამაგრილებელი სასმელები იქნება, მაგათ ყველას დიდი მაცივარ აგენტები აქვს, დიდი ისე აქვთ რა ქვია, ჩილერები აქვს სპეციალურად ხო და ანუ ყველას ჭირდება ეს ტექნიკოსი. შემდგომ რა თქმა უნდა ეს თავდადოს როდესაც დაიწყოს ეს ტექნიკოსებამდეც მივიდა ეს ასე რომ ვთქვათ ინფორმაცია და ყველამ დაიწყო მოკლედ ამ სერტიფიცირების აღება. მაგრამ იქ არის რაღაც ნიუანსები, რომელსაც ეხა ყველა ვერ შეძლებს ხომ მიხვდი რა, ანუ რაღაც უნდა დარეგისტრირდე ონლაინ გვერდზე, სადაც შედიხარ და შენ გაკეთებულ საქმიანობას ტვირთავ ასე რომ ვთქვათ რა. და ხო იცი ყველას არ აქვს შეიძლება კარგი ტექნიკოსი იყოს, ძალიან ძლიერი ტექნიკოსი იყოს, მაგრამ ეს უნარი არ კონდეს რომ ნოუთბუქში შევიდეს და ელემენტარულად კომპიუტერში შევიდეს და რაღაცა ატვირთოს ხო ძალიან ელემენტარულად. ამ რეალობაში კომპანიას რა ვალდებულება აქვს? მე დავუშვათ ოფისი მაქვს, მინდა დავამონტაჟო ან ჩილერი. ნახეთ როგორ არის ხო ვალდებულება ესე არის. ესეთი კანონმა, კი, კანონმა თქვა ესეთი რამე რა. ეხა რეგულირდება 3 კილოზე და მეტი მაცივარ აგენტი, რომელ აგრეგატშიც არის. მაცივარი იქნება, კონდიციონერი იქნება, ჩილერი იქნება თუ ასე შემდეგ. ყველა ვარიანტი ფრეონია ეს მაცივარ აგრეგატი. ხო, მაცივარ აგენტი არის ფრეონის სტილი. არის იქ რაღაც რამოდენიმე ეროს და 2 404 და რაღაც ასე ბევრნაირი მაცივარ 5-6 ნაირი მაცივარ აგენტია. ანუ ეს ნივთიერება თუ 3 კილოგრამზე მეტი იტვირთება 3 კილო და მეტი თუ არის აგრეგატში და ამ აგრეგატს შენ ამონტაჟებ შენს კომპანიაში, ვალდებული ხარ აცნობო სააგენტოს და ამის შესახებ ონლაინ ატვირთო ინფორმაციაც მათ შორის რა, რომ დავარეგისტრირე ნომერი 25 მაგალითად რაღაცა ეს რა. კი ბატონო, ამას ტვირთავს, რა თქმა უნდა, დამკვეთი ვერ ატვირთავს, ხო ალბათ ვინც დაამონტაჟებს იმან უნდა ატვირთოს. ხო, იმან უნდა ატვირთოს, ეხლა დამკვეთმა რა იცის, ხო, იმან უნდა ატვირთოს ყველა ვარიანტი, თუმცა შედიხარ დამკვეთის RS-ის საშუალებით რა. იქიდან რეგისტრირდები. ფორმალურად დამკვეთის ვალდებულება. ხო, ფორმალურად დამკვეთის ვალდებულება. ნუ ნელ-ნელა დაიწყო ხა ეს სერვისები, რამოდენი კომპანია ხა, ვინც დიდი კომპანიები, ვინც ქსელურად ემსახურება და დაკვეთაზე მაგალითად ხა ეს ცნობილი ბრენდები, რომ თითქმის ყველა უკვე იცის. შემდგომ რა ვალდებულება აქვს? შემდგომ ვალდებულება გაქვს, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი შენი ქმედება, როდესაც რამე განხორციელდება ამაცი ვარ, აი დამატება თუ მოხდება ფრეონის, ხო? უნდა დაამატოს აუცილებლად სერტიფიცირებულმა ინჟინერმა რა. და ეგეც უნდა ატვირთოს და წელიწადში ერთხელ ვალდებულია ჟონვას შემოწმება გააკეთოს. სპეციალური დეტექტორებია, რომელთაც ზომავენ ამ ჟონვას. და ჟონვის შემთხვევაში თუ დააფიქსირებთ რა არის ჟონვა, აქტი იწერება და ეს აქტი იტვირთება ონლაინ ესეც რა. და ვალდებულება აქვს წელიწადში ერთხელ ასე რომ. ჟონვაზე შემოწმების აქტი. ხო, როგორ წავიკითხე ნორმატიულ აქტში რაღაც დოზას თუ აღემატება ჟონვა, უკვე მილilitrobიდან გამომდინარე, რამდენია დაკარგული, იმის მიხედვით ჯარიმდები. კი ბატონო, მაგრამ ეხა გადადებული ეგ 2027 წლამდე ეგ ვალდებულებითი ნაწილი საკმაოდ მაღალი სანქციები იყო და მოკლედ კაცოტა გადაწიეს, ასე რომ ვთქვათ, ეგ მაგ შემთხვევაში დაჯერება მესამე მუხლია იქ, რომელიც ჯერჯერობით შეჩერებული 2027 წელს ამოქმედება. თუმცა ჟონვის ის თუ არ ჩაატარე, თვითონ შემოწმა, ჟონვაზე შემოწმა, მაგას ჯარიმა ეს. რო გავმარტო რა რეალობა იყო, მოკლედ კომპანიებზე რატო დავიწყე საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება არც კი იცოდეს კომპანიამ რომ დარღვევა ჩაიდინა და რატომ ეხა. მე მინდა მაცივარ დანადგარის დამონტაჟება, ავიღოთ კონდიციონერი გაგრილებისთვის. ეხლა აი ყველაზე აქტუალური ხო რა. შენ ხარ სერტიფიცირებული სპეციალისტი, დაგიკვეთე მომსახურება, ვიყიდე რა, უნდა მოხვიდე დაამონტაჟო. შენ მოხვედი დაამონტაჟე, აღმოჩნდა რომ სერტიფიცირებული სპეციალისტი ხარ. და ეს დამონტაჟების ფაქტი დაარეგისტრირე სოფლის მეურნეობასა და გარემოსდაცვის სამინისტროს პორტალზე. მიიღეს მათ ინფორმაცია, რომ აგრეგატი დამონტაჟებულია და 1 წლის შემდეგ დამონტაჟებიდან 1 წლის შემდეგ შემოწმების აქტი რო აღარ მივიდა, ფაქტობრივად დამონტაჟების დრო იციან, როდის უწევდა შემოწმება იციან და შემოწმების აქტი რო არ მივიდა, უკვე სამართალდარღვევა არის და იგზავნება სამართალდარღვევის სრულებელი აგზავნის ამ შემოწმების აქტს. ვისაც შეამოწმები, არ შეიძლება სხვა შეამოწმებინო, არ აქვს მნიშვნელობა, სერტიფიცირებულ პირს უნდა შეამოწმებინოს. თუნდაც სხვა იყოს, სერტიფიცირებული პირი რო შეამოწმებს, მე უკვე შემოწმების აქტს ის ტვირთავს იქ. საბოლოო ჯამში ისე ხდება, რომ მაკონტროლებელთან თავს იყრის როგორც
დარეგისტრირების, ასევე შემოწმების. ეხლა ალბათ განსხვავებული სიტუაცია იქნება უკვე დამონტაჟებული დანადგარები, რაც არის. ხო, თუმცა იმასაც აღრიცხავ, როგორც კი აღირიცხება, მე როგორც მივხვდი, მაინც პასუხისგებელი აი ამ ვადის ასე ობიექტი, იურიდიული და ფიზიკური დაცვაზე. კი, პირდაპირ ბიზნესია, ანუ ფლობელი, ესე წერია, ფლობელი, მათი ორგანიზაციის ფლობელი. კი, ფლობელი ის ორგანიზაცია. უბრალოდ სერტიფიცირებულ ადამიანს უკეთა მომსახურებას და მოდის და გიწევს მომსახურებას. ოღონ ამას აფიქსირებ მე ელექტრონულად რა. ვიდეოში რეგულაცია გასაგები არის, რისკენაც არის მიმართული და მისასალმებელია. უბრალოდ ფაქტი ის იყო, რომ ინფორმაცია სათანადო ამ ჩვენ შემთხვევაში არ არსებობდა რა. კი, ერთს დავამატებ კიდე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგადად რა, როგორ წავიდა კარგად რეგულაცია, რომ ადრეს ფრეონი რო იყიდებოდა, აი ბაზარზე იყიდებოდა ჩვეულები. მიხვიდოდა და ვისგანცე და იყიდოდა, ვისაც უნდა და სადაც უნდა და მოკლედ ჩატუმბავდა რა. და ესეც აიგზალა. დღეს ფრეონს ყიდულობს მხოლოდ სერტიფიცირებული ადამიანი, ვინც არის რა. უფლება არა გამყიდველს რომ მიყიდოს არა სერტიფიცირებულს რა. სერტიფიცირებულ და სერტიფიცირებულ კი ვალდებულია სად-ჩატვირთვა ფრეონები, ესეც აღრიცხოს რა. ანუ რო ავიღე მე 100 კილო ფრეონი, განაშთვა უნდა გავაკეთო რა, ხო, პროცესის ციკლი მოაწესრიგა. ხო, ეგ სადავაფიქსირე კიდე. მე მივაქცია ამ საკითხს ყურადღება რა, ამ ინციდენტის შემდეგ რო ესეთი რაღაც არსებობდა. ჩემი მეგობარი ქალაქში მოძრაობდა და დააცხადა რაღაც კონდიციონერი არ უბერავდა ცივჰაერს. ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი იდგა აპარატით ფრეონის დამატება ეწერა, გააჩერა და იმას ვკითხე როგორ არეგულირებ და რაღაც პერიოდულად წელიწადში ერთხელ მიაქვთ სადღაც ამოწმებენ ამ დანადგარს ითის ტუმბავენ ფრეონს ავტომანქანაში მისი გამართულობას ჟონვაზე ამოწმებენ რამდენად სწორად მუშაობს და თვითონ ეს აპარატი კიდე ამოწმებს მანქანაში ამ შემთხვევაში ჟონვა არის თუ არა რა. რაღაც საინტერესოა მათ შემთხვევაში აი ამ ავტომობილების იმას ვინსტეინის რა, ანუ კონდიციონერის ფრეონს. ანუ მათ რამდენად ესეც სერტიფიცირებული უნდა იყოს. სერტიფიცირებული უნდა იყოს. ხო, იმიტომ რომ ეგ ხა თუ არ იქნა სერტიფიცირებული ეგ პიროვნება, ხო, ვერ იყიდის ფრეონს. და როგორღარ დაგიტენეს, ხო, შეიძლება სხვა პიროვნებას და ვიღაცას აკეთებინებს, თუმცა წესით და უნდა იყოს სერტიფიცირებული რა, წესით. მე ანუ ესე გვეუბნება. ბევრს კითხე, აბა დიდი კონდიციონერი გიყენია რაღაც უზარმაზარი რაღაც გიდგას იცი ესვალდებული. უი, არა წარმოდგენა არ მაქვს და ხო აი ინსპირაცია ეგ იყო რომ აი ზუსტად ამ დაჯარიმებები ხა თქვენ რომელზედაც მოყევით იმ ფაქტის შესახებ, ეხლა უფრო გახდა ცნობილი მასიურად და მასშტაბურად საქვეყანაში რომ თურმე ესვალდებულება იყო. თუმცა კი იყო ეს ინფორმაციულადაც ამაზე კამპანიაც იყო, მაგრამ ნუ ეხლა მასშტაბურად ვერ იყო ალბათ ისე. ცოტა რთულია ხოლმე ფართო მასებს ინფორმაცია მიაწვინო, მაგრამ მათ შორის მე ვთვლი რომ თუნდაც ჩვენ შემთხვევაში ბიზნესის პასუხისმგებლობა მარტო ის კი არ არის რომ რაღაც მოგებაზე ორიენტირებული იყოს, არამედ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა რომ გავიაზროთ და რადგანაც საშუალება გაჩენოთ გვაქვს ამ მომენტში იმისა რომ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიაროთ საზოგადოებას, რატომაც არა სიამოვნებით და თან უსასყიდლოდ ამას რა ჯობს და თუ პრევენციას მოახდენ და იდეა ხო იმ რეგულაციისაც ის არის რომ სფერო მოაწესრიგოს და პრევენცია მოახდინოს დარღვევების და გარემოზე ვზრუნავთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის და ამიტომ მნიშვნელოვანი იყო. კიდევ სხვა ბევრი რეგულაცია არსებობს. ეხლა თანდათან შეკითხები ეხლა უფრო მოდი გადავიდეთ ისეთ რეგულაციებზე, რომელი რეგულაციების არ შესრულება შეიძლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იყოს მოწყვლადი რა. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო ჩვენთვის, ყველა ჩვენთაგანს არის ნარჩენები რა. ანუ ეხლა ამ ბოლო პერიოდში 2015 წელს მივიღეთ ნარჩენების მართვის კოდექსი, ნელ-ნელა დააპდეიტდა თავის დადგენილებებით. შემდგომ უკვე 16-ში მივიღეთ სახიფათო ნარჩენების რეგულაცია, 155 მთავრობის დადგენილება და ასე შემდეგ და ბოლო 2 წლის განმავლობაში კიდე გაიზარდა სანქცია. და აი მარტივად რო გითხოთ, ეხლა მარტივად რო ვთქვათ, სანქცია გაგზავნეთ ხოდიში. თბილსერვის ჯგუფის ჩართულობა ამ პროცესში არის რამე ეს თბილისის შემთხვევა რო ავიღოთ? თბილსერვისი მუნიციპალური ნარჩენებია მხოლოდ. თბილსერვისი მართავს მუნიციპალურ ნარჩენებს და ასევე რეგულირებს სამშენებლო ნარჩენებს. აქ უფრო მე მაქვს კომპანიებზე რო ავიღოთ. მოდი ესე გავყოთ ეხლა კანონმდებლობით ეხლა არის გაყოფილი ან ვართ მოსახლეობა, რომელსაც გადავადებული აქვს 2030 წლამდე ვალდებულება სეპარირებული შეგროვების. მოგეხსენებათ სეპარირებული შეგროვება არის რომ ბოთლი, შუშა ცალკე ჩავყაროთ, ხო პლასტიკი ცალკე, ელემენტი ცალკე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნარჩენების მართვამდე და ალბათ დაკავშირებულია გადამუშავებასთან, რომელიც კიდევ ცალკე რეგულირდება და ეს მნიშვნელოვანია სეპარირებული შეგროვება და შენ თუ სეპარირებულად არ შეაგროვე საბოლოოდ ჯამში ამ ნარჩენს ხელახლა სიცოცხლის უნარს აღარ აწვდ. მაგალითად რო ავიღოთ რა, მე თუ პლასტიკის შევაგროვე პლასტიკის ბოთლი, ხო, სუფთა პლასტიკის ბოთლები შევაგროვე, მე ამას დავაკუცმაცებ და
ნავთობს კი აღარ ამოვიღებ წიაღიდან. ისევ ამას დავაბრუნებ და გრანულებს შევქმნი და ისევ ახალი ბოთლს გავაკეთე. შუშაც იგივეა, შუშაც ხო წიაღისეულია, რომელიც ასევე ამოწურვადი პროდუქტი არის, მასალა ხო, წიაღისეული სამშობლო. შუშაც და ლეწი არის, როგორც მახსოვს ერთ-ერთი კომპანია, დამტრულ შუშებს და შუშებს იბარებს. შემდგომ ამ შუშას ისევ აბარებს საქართველოში ერთი კომპანია ყავს ასეთ აქციო საზოგადოება მინა და ისევ აკეთებს შუშის ბოთლს. და ეს წარმოიდგინე თუ ნაგავსაყრელზე მოხდება, всё, ანუ დაიკარგა რა, ასე რომ ვთქვა. და პლუს ამ პლასტიკასაც სხვა პრობლემა აქვს ნაგავსაყრელზე რომ მოხდა, იქ დეგრადაციის ნაწილი მიდის უკვე ნიადაგის და აღდგენის პოტენციალი ნაკლები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბიზნესმა ეს თავისი ძალებით უნდა მოახდინოს. აი ზუსტად ეხლა მაგას ვამბობ, ბიზნესის ვალდებულება ჩართულია. მოსახლეობის ვალდებულება არ არის ჩართული და ბიზნესის ვალდებულება ჩართული. ბიზნესს აქვს სეპარირების ვალდებულება და მოსახლეობასაც გაუჩენდება 30 წელს სეპარირების ვალდებულება. ძალიან დიდახებზია დამოკიდებული მოსახლეობისთვის. ეხლა წარმოიდგინეთ თბილისში 20,000 урна დგას და შენ უნდა შექმნა მინიმუმ 3 ნარჩენი მაინც ხო უნდა გააკეთო გაამრავლო 3-ს. პლუს მანქანები რომელიც დადის არის ერთსექციანი მანქანები. ეს უნდა ყავდეს 3-4 სექციანი მანქანები. ძალიან ძვირი, ანუ ამის ძალიან ძვირი ღირს და ამიტომ ნელ-ნელა მივა სახელმწიფო იქამდე რომ გადავა. ხო, მე როგორც ვიცი, გადამუშავების პრობლემაც გვაქვს ქვეყანაში. გადამუშავებაც კი, რა თქმა უნდა, გადამუშავებაც გადასამუშავებელი ნარჩენი პირიქით ქვეყნიდან გადის სხვაგან, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შემდგომი გადამუშავება. რაღაც ტიპის ნარჩენები გადის კი, რაღაც ტიპის ნარჩენები მიდის პოლიგონებზე და ძალიან ცუდი პრობლემა გვაქვს ჩვენ, ანუ ნაგავსაყრელებს რასაც ვეძახით, ეხლა ჩვენ ხო საქართველოში 26,000 მდინარეა, 45% ტყეს უკავია, ხო, ანუ მაღალმთიან რეგიონები ვარ განსაკუთრებით, ეხლა ბორჯომში რა ნაგავსაყრელს სად უნდა მოაწყო, ხო, რომ წარმოიდგინოთ, ეხლა ხო, მდინარის პირას ხო, ვერ მოაწყო, ანუ პრობლემებია რა, მოკლედ და ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი ნარჩენების მართვის ეგ არის, უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რომ ნარჩენება ნაკლები ნაგავსაყრელზე მოხდეს ნაკლები ისეთი ნარჩენი, რომელიც მარტივად ბიოდეგრადირებადი იქნება და დანარჩენი ნარჩენები ისე უკან უნდა დაბრუნდეს და ცირკულარული ეკონომიკა ქვია ამას, როდესაც ეკონომიკაში აბრუნებ ამ როგორც პროდუქტის სახით რა. გამივლია თბილისის ნაგავსაყრელთან და გასაოცარი სანახაობა არის. კი, მესმის. გირჩევთ გამე. ხო, იქ იყო ის გამოწვევები, მაგრამ სხვათა შორის ერთ-ერთი თუ გახსოვთ ბიოდეგრადირებადი ცელოფნის პარკები რო შემოვიდა, მაგან ძალიან უშველა, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ მარტო ერთი ავტოკალამი რომ მეყიდა აი მაღაზიაში, ეგრევე ერთჯერად ცელოფნის პარკში ჩაგიდო. დღეს აღარ არის ეგ. აი ეს იყო სავსე და ამის მართვა მე ძალიან რთული იყო. ის ქარი ამოვარდებოდა იქ როგორ არის ნაგავსაყრელებს სენდვიჩი ეძახიან. მიიტანე ნაგავი და დაცალა მანქანა ვერ უნდა გადააყარო ის მიწა ხო და ახლა ძალიან ბევრი ცელოფნის პარკი როა მოკლედ თან მანდ მე რაც მაქვს დანახული ნიადაგშიც რაღაც ეფინება სპეციალურად ხო ის თავიდან უნდა მოხდეს მისი დამუშავება პირველად მოშანდაგება შემდგომ ჩაფენა მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის და შემდგომ იწყება ამაზე მუშაობა რა და იქ ჭაბურღილები უნდა კონდეს რომ მიწისქვეშა წყლებზე კონტროლი კონდეს და ასე შემდეგ რომ შოვნო არ მოხდეს მათ შორის შემდგომ, როდესაც საერთოდ ნაგავსაყრელი დაიხურება, 25 წელი კიდე უნდა აკონტროლო, იმიტომ რომ იქ პობის შედეგად გაზი წარმოიქმნება და ასე შემდეგ და კიდე ჟონვარო არ მოხდეს. ნუ ეხლა ეს ევროპაში რაც ხდება ის და რაც მინახია ჩემი თვალით, იმას გეუბნებით. მაგრამ ეხლა ჩვენთან 56 ესეთი ქაოტური ნაგავსაყრელი იყო, მე ამის დახურვაზე ვიყავით და აი ეხლა ვართ აი ხო მიხვდეთ გარდამავალი პერიოდი, როდესაც უკვე დრო და ფინანსები ჭირდება. კი, დრო და ფინანსები და სხვათა შორის ეხლა იყო ზუსტად ერთი კვირის უკან გამოაცხადა მყარი ნარჩენების კომპანიამ, რომ ახალი ნაგავსაყრელები უნდა მოაწყოს და ძალიან მიხარია, კაი გუნდია და დარწმუნებული რაღაცა კარგი შედეგები. ბევრი მისასალმებელი პროექტი იყო ეს გადამუშავების. თქვენც ახსენეთ კიდევ არის სადენებს აწარმოებენ კომპანიები როგორ დავასახელოთ, ბევრი რა ინოვაცია იყო საქართველოსთვის, ერთი იყო, ცნობილი გახდა და მისასალმებელი ფაქტია და ბევრი შემთხვევაში ტექნიკას იბარს, მაგალითად ტექნიკის მაღაზიებთან დგას ყუთები, სადაც მნიშვნელოვანია. ეგ არის მის ვალდებულება, რასაც წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მქვია, ეს ეგრეთ წოდებული MGV-ს ეძახიან შემოკლებით. 6 პროდუქცია მსოფლიოში ეს რა არის საბურავებზე, ზეთებზე, აკუმულატორებზე, იმაზე რა ქვია, მანქანებზე და შესაფუთ მასალას. შესაფუთ მასალაში შედის ბოთლები, პლასტიკის ბოთლები, შუშის ბოთლები, ალუმინის ქილები, ქაღალდი, მუყაო და მათ შორის გარედან შემოხვეული ცელოფანი. აი ეს არა გვაქვს ჯერ მიღებული.
ეს თუ მივიღეთ, ძალიან დიდი რეგულაცია იქნება და შემდგომ ამას დავარეგულირებთ. ლითიუმის ბატარეებთან დაკავშირებით რა ახალი გამოწვევებია, ზოგადად სოფლიოს გამოწვევაა და ჯერჯერობით გვაქვს ხო ბატარეებია, ერთ-ერთი ბატარეები და აკუმულატორები, ეგ ვალდებულება აქვს 4 MG-ვია დარეგისტრირებული საქართველოში და მათ ვალდებულება შემოსული ნარჩენების რაღაც პროცენტი შეაგროვონ რა, სხვადასხვა პროცენტი სხვადასხვა წლისათვის რა. და ჯერჯერობით დაიწყო შეგროვება რა ელემენტების და ასე შემდეგ. ოღონ კომპანიებისგან ეს უნდა ვთქვათ რა მოსახლეობას ეხა ერთადერთი ის ვარიანტია რომ კარგი ისა აქვთ რა ქვია აქციები აქვთ ხოლმე და აი თქვენ რაც ახსენეთ რომ მაგალითად რამოდენიმე ესე ტექნიკის მაღაზიასთან ერთად გააკეთეს აქციები და მოსახლეობას უთხრეს რომ აი ჩააბარეთ რაღაცა ის გექნება ვაუჩერი მოგეცემ ეხა კახეთში კონდათ წარმოების გაფართოებული ვალდებულების კამპანია და მთელი სკოლები 55 სკოლა შემოიერეს ტრენინგები ჩაატარეს და 55 ტონა ელექტრონარჩენი ჩაიბარეს ხო წარმოგიდგენიათ ესეთი ეს მაინც ფერტილოვანია მაგრამ აი მე ყველაზე მეტად კითხვა დამჩა ის რომ ანუ თუ ეს ბიზნესისთვის ავალდებულო არის უკვე ამის სეპარაცია ხო ამ ნარჩენების ან როგორ უნდა მოახდინოს ამის სეპარაცია აი თვითონ ხო ჩვენ ახლა სხვადასხვა თემებზე წავედით ნარჩენები გამოწურავია და დავბრუნდეთ კი ბატონო დავბრუნდეთ ბიზნესზე ხო ბიზნესზე დავბრუნდეთ სეპარირებულ შეგროვება ნახე ახლა სეპარირებულ შეგროვება რა ვიღოთ მოდი ყველაზე მარტივი ბიზნესები მოვიყვანოთ მაგალითად აგროკულტურის მიმართულებით მოვიყვანოთ ერთი მაგალითად სალონი მოვიყვანოთ და ერთი მაგალითად სამი მაგალითად რო ვიღოთ ერთი მაგალითად ის რა ქვია პროფილაქტიკა რა ასე რომ ვთქვათ რა ეხლა რა ხდება მოდი შევიდეთ ეხლა კაცები ყველა მანქანებით დავდივართ კაცი იქნება თუ გალე ავტოსახელოსნოში ყველას მანქანები ყავს ავტოსახელოსნოში იცვლება ზეთი აკუმულატორი ფილტრი ზეთის ფილტრი ხდება და მოკლედ ეს დაახლოებით ეხლა და ნაწილები ხო ამათ ვალდებულება რა არის ხა მოკლედ დაწყებული არ აქვს მნიშვნელობა მცირე მეწარმე იქნება თუ ცნობილი შეპესე იქნება არა ვალდებულება აქვს რა თუ 120 კილოგრამი სახიფათო ნარჩენი წარმოექმნება წლის განმავლობაში სახიფათო ნარჩენი რა ეხლა სახიფათო ნარჩენი განმარტო სახიფათო ნარჩენია მეორადი ზეთი სახიფათო ნარჩენია მეორადი ზეთით დაბინძურებული ჩვრები სახიფათო ნარჩენია მეორადი აკუმულატორი საბურავი არ არის სახიფათო სპეციფიური ნარჩენში გადის და სახიფათო ნარჩენია საყოხი მასალები და მისი შესაფუთი მასალაც რა რითაც ეს გაქვს ეხლა 5 მანქანას რო 5 ლიტრა გამოდის ეს 60 მანქანას რო გამოუსვალოს წელიწადში არაფერი 120 კილო ყველა ვარიანტში ექნება ასე რომ თქვა და აკუმულატორია მარტო 1-3-4 აკუმულატორი რო გამოდის პატარა პროფილაქტიკა ხო კი ეხლა ნახეთ მოკლედ როგორ უნდა გააკეთოს და რამხელა რა არის სანქცია მე რა და აი ჩვენ საუბრობდით მე და ჯონიც სანამ შემოვიდეთ ეთერში ზუსტად მაგასთან დაკავშირებით რომ ერთი ადამიანიც რო იყო რომელიც ინდივიდუალური მეწარმე ან მცირე მეწარმეა და ცვლის მაგალითად ზეთებს ხო თუ მას 120 კილოზე მეტი სახიფათო ნარჩენი აქვს არ აქვს მოკლედ გეგმა გაკეთებული გეგმაზე მარტო გეგმის უქონლობა არის ჯარიმა 5000 ლარი თუ მან ხელთათმანი რომელთაც ცვლის რომელიც საფოხი მასალით არის დაბინძურებული ეს ხელთათმანი როდესაც მოიძრობს ხელიდან და ჩააგდო მუნიციპალურ ნაგავსაყრელს ნარჩენების ურნაში ან თავის ტერიტორიაზე დააგდო თუნდაც ბეტონზე 10000 ლარიანი ჯარიმაა წარმოიდგინე რა შეიძლება ხელთათმანებს აღარ იხმაროთ არა რა თქმა უნდა ხო ჩვარი ხო რა თქმა ჩვრებია და ასე შემდეგ ამიტომ ეხლა როგორ არის წესით როგორ ეწყობა წესით ესეთი რამე ეწყობა რომ მოკლედ არის სახიფათო ნარჩენებში და ვწყობთ მე მყარი სახიფათო ნარჩენები თხევადი სახიფათო ნარჩენები კანონი გვეუბნება რომ ნარჩენებს სეპარირებულად შეაგროვე და პლუს განახორციელე მარკირება ნიშნავს რომ რა ტიპის ნარჩენი გაქვს დააწერე ზედ რაღაც მარკა გაქვს ეს რო წარმოვიდგინე გამიჩნდა სეპარაციისთვის საჭირო ღონისძიებებს მუნიციპალიტეტი იღებს თუ მეწარმე უნდა მიიღოს მეწარმე უნდა მიიღოს ნახე რა აქვს ეხლა მოკლედ მას აქვს მუნიციპალური ნარჩენი მუნიციპალურ ნარჩენში გულისხმობ რომ აქვს ყოველდღიური სიგარეტს იქნება ეს საყოფაცხოვრო ნარჩენები ეს ცალკე უნდა ჩააგროვოს და შეუძლია მე გაიტანოს და ეს ჩააგდოს ურნაში იმიტომ რომ მოსაკრებელს იხდის და მაგრამ ამ ურნას აუცილებლად რომელიც შიგნი ექნება უნდა ეწეროს მუნიციპალური ნარჩენი უნდა კონდეს მაგალითად 200 ლიტრიანი რო წარმოვიდგინოთ ზეთის კასრი სადაც მეორადზეც აგროვებს მასზე უნდა იყოს წარწერა თხევადი სახიფათო ნარჩენი და იქ უნდა შეაგროვოს და მყარი სახიფათო ნარჩენი რა გვაქვს ამ შემთხვევაში ზეთის ფილტრი რო გამოცვალა ზეთის ფილტრი დასრული მათ შორის ხელთათმანი ეს მყარი სახიფათო ნარჩენები ხელშეკრულება უნდა კონდეს შემდგომ დადებული გეგმა უნდა კონდეს ეს გეგმაში რა ნარჩენები წარმოექმნებას ყველაფერი უნდა იყოს შიგნი აბსოლუტურად თავმოყრილი შემდგომ გეგმა ითვალისწინებს თუ ვის გადასცემს ეს ნარჩენებს ვისაც აქვს შესაბამისნება თუ იმას ისევ არ შეითანხმებს სააგენტო ამ გეგმას თუ ის არ წერია ვისაც უფლება აქვს და
შემდგომ ეს ადამიანი რო დაგროვდება ეს ნარჩენი ურეკავს კომპანიას და გააქვს ამ კომპანიას მომსახურებას. მაგალითად რო ავიღოთ ეხლა Z-ში 20 თეთრ სუხთიან დაახლოებით ეხლა ბაზარზე ეს ფასია, პირიქით ჩააბარებს, აკუმულატორშიდაც ფულ სუხთიან, მაგრამ აი Z-ით დამიძურებული ჩვრეები და ხელთათმანებში კილოგრამის განადგურებაში იქით იხდის მაგალითად 2 ლარიდან ზემოთ რა. ხომ და ამას მართვა უნდა. პლუს უნდა ყავდეს გარემოსდაცვით მართვა, გარემოსდაცვით ვერ ეყოლება, ისევ თვითონ უნდა აიღოს თავის თავზე, მაგრამ აი ეს ვალდებულება არის, ასე რომ ავიღოთ პროფილაქტიკაში, ხო? აი იცი რა დამაკლდა, ვისაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა, მათ შორის ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ტექნიკურად დაფიქსირება უჭირდეს რაღაც ეს რო დაამონტაჟა, ძალიან ბუნებრივი და ნორმალური ამბავი არის, უბრალოდ ესე რომ გადმოვხედავ ბიზნესის მხრიდან დამაკლდა თითქოს რაღაც ცენტრალიზებულად იმ ინფორმაციების მიღების წყარო რა ვალდებულებაც მე მაგისრია, როდესაც მეწარმე ვხდები სამეწარმეო საქმიანობას, როდესაც ვიწყებ, იმიტომ რომ ყველაფერი დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად უნდა მოვიძიო მე თვითონ რა ის ვიკითხო, აქეთ ვიკითხო, იქით ვიკითხო. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს რეალურად ნორმალური არის, მაგრამ ჩვენ წყარო რაც გვაქვს როცა ვაწყობ პროცესს. ჩვენი იურისტები ვარ და ჩვენი წყარო რა გვაქვს, ერთი არის მაცნე, როდესაც შევიდა კანონი, მეორე RSE ეგზავნება ინფორმაცია, მაგრამ RSE ის რა ქვია, ბუღალტერი კითხულობს ახლა იმას და ესეთი მესიჯები იმდენია მაგას ახლა იმცა იკითხავს და მაცნესაც ახლა ვიკითხულობ ჩვენს გარდა იურისტებს გარდა. მაცნე არც იციან რა. არც იციან ხო რა თქმა უნდა და ეგეც ბუნებრივი არის ხა. თუმცა ახლა სამინისტროს განათლების ცენტრია ცდილობს ყოველთვის ამაზე გააუცელოს ეს ინფორმაცია, მაგრამ რამდენ აი ზუსტად მაგიტომ ვითხარი თავიდანაც მადლობა გადაგიხადეთ რომ ესეთი ფორმატი თუ არ იქნა ბევრი და ძალიან კარგი იდეა რა ფორმატის წარმოწება ესეთი ფორმატებით უნდა მივიტანოთ ჩვენ ინფორმაცია. იმიტომ რომ აქ მარტო სახელმწიფოს ვალდებულება კი არ არის ამას რო ვიზახოთ ჩვენი საზოგადოების ვალდებულება რა ქვია ცუდად იქცევა სახელმწიფო მაინც და მაინც კი არ არის კულტურის დონეზე არის ადამიანებს რომ არა მეწარმის თუნდაც ისე ყველას გვაქვს პირადი ერესი. ან შემოსავლების ან დეკლარაციებისთვის ან რაღაც ინფორმაციაზე წვდომისთვის და ინდივიდუალურად ყველასთან მოდის ეგ შეტყობინებები მარტო მეწარმეებთან არა და ბუღალტრებთან არა და ეხლა ჩვენც ცოტა უნდა შევწუხდეთ რა. სხვათა შორის ეს ასოციაციის შექმნის იდეაც ეგ იყო რა. ზუსტად მაგაზე უნდა მეკითხა რომ აი თქვენი ზუსტად ამ ასოციაციის როლიც ძალიან საინტერესოა და აი ეს შემიძლია უსასრულოდ არ გვიყოფა რამოდენიმე თერი გავაგრძელოთ ამ ვალდებულების ნაწილებს და ბავშვების სანქციების ნაწილებს და ძალიან მაღალი სანქციებია რა. 45,000 ლარიანი, 25,000 ლარიანი, ასეთ შემდეგ სანქციებია ძალიან ბევრი მეწარმეების მიმართულებით. და ჩვენ გვაქვს ახლა ბაზარზე, საქართველოს ბაზარზე გვაქვს ერთი პრობლემა. ზოგადად ამ პროფესიის გარემოსდაცვითი მმართველები როდენობა არის ძალიან ცოტა. კანონში არ წერია სავალდებულოდ, როგორც შრომის უსაფრთხოების მენეჯერების მოთხოვნა არის, რომ აუცილებელი ყავდეს სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, ესეთ არ წერია კანონი გარემოსდაცვით მმართველს. გარემოსდაცვით მმართველი არის მხოლოდ ნახსენები ნარჩენების მმართვის კოდექსში და ამ დროს ნარჩენების გარდა წყალი, ჰაერი, ნიადაგი 1000 ვალდებულება კომპანიას, რომელიც გარემოსდაცვაში შედის. ეს ვალდებულება, მაგრამ ნარჩენებში ამ ეტაპზე და იქაც არ წერია, რომ ეს არის აუცილებლად სერტიფიცირებული. და ხან ბუღალტერს დანიშნავენ, ხან დარაჯს დანიშნავენ ან გარემოსდაცვით მმართველს. ამ დროს მაღალი რისკის ქვეშ დგას კომპანია თვითონ ამ სანქციების ნაწილში და ხშირ შემთხვევაში ჩვენ მქონია რამოდენიმე შედეგი, როდესაც კომპანიები დახურულა. ზუსტად ელემენტარული, იმიტომ რომ არ ყავდათ კარგი გარემოსდაცვით მმართველი. პირადად მე მაქვს ორი ფაქტი, როდესაც მაგალითად დასავლეთ საქართველოში 350 ადამიანი სადაც იყო დასაქმებული, კომპანია დაიხურა. დასავლეთ საქართველოში ხა მოგეხსენებათ, იქ უფრო ჭირს, ასე რომ ვთქვათ, სამუშაო ანუ ვერ დააკმაყოფილა თუ რა და აი ძალიან ნებართვა ქონდა. ნებართვას აქვს თავის პირობები და ეს პირობები დაარღვია ერთხელ, დაარღვია ორჯერ, დაარღვია სამჯერ და კანონში წერია რომ სამჯერ თუ დაარღვია პირობები და ვერასწორებს, უნდა გააუქმო ნებართვა, ანუ საქმიანობა აუგზავნო. და ამ დროს, როდესაც მე მოხდი ამ კომპანიაში, როდესაც გვითხრეს რომ პრობლემის წინაშე ვიყო, თქო მე-13 იყო დაჯარიმებული და რო გადავხედე თუ რა იყო გასაკეთებელი, არ ძალიან ელემენტარული რაღაც იყო გასაკეთებელი, რომელიც რაც გამოიწვია მის კომპეტენციის ამბავი. კომპეტენციის ამბავი იყო. კომპეტენციის და მე მგონი ოდნავ შეიძლება გულგრილობის ამბავიც რა თქმა უნდა, ესეც აუცილებელია. რაღაც მომსახურება თუ მჭირდება ხარისხიანი, აი პირობითად ტელევიზორის ყიდვა მინდა და მივედი და სამლარად არის ეს ტელევიზორი, ან ჩუქნის ვიღაცა, იმაზე პრეტენზია ვერ მექნება სათანადო რა. რა თქმა უნდა, იმ ხარისხს მაძლევდეს, რა ხარისხიც მჭირდება, თუნდაც მინიმალურ დონეზე. კი. და ერთი შეკითხვა გამიშთა.
ეს მომსახურება რო გაუწიოს ბიზნეს კომპანიები დღეს საქართველოს ბაზარზე რამდენად არიან და რამდენად როგორ არის იცი არიან ესეთი კომპანიები მაგრამ ძალიან ცოტაა და ასოციაციაშიც ხო არ ყავთ ესეთი კომპანია ეხლა ასოციაცია ვარ პირველ ნაბიჯებზე ეხლა ვქნით მაგალითად ზუსტად ამ კომპანიების ბაზას ახლა ვქნით ამ კომპანიების ბაზას, იმიტომ რომ ეს ბაზა იყო სხვადასხვა სტრუქტურებში და იყო მათ შორის მოძველებული და საკონსტიტუციო კომპანიების ერთიანი სია რო გეთქვა რომ სად არის არავის არ ქონდა. შეგვიძლია სხვადასხვა მივმართოთ ჩვენს მაყურებელსაც და რაღაც თუ რამე აქტივობა არის. კი, აი მე პირად მივმართავ გარემოსდაცვის კუთხით ვინც არის საკონსტიტუციო კომპანიები, გემას, info gema.gis მომმართონ ამის შესახებ ასე გვერდიც გვაქვს, მოგმართონ რომ არის საკონსტიტუციო კომპანია და ჩვენ დავარეგისტრირებთ აუცილებლად და ვაკეთებთ მოკლედ ამ კომპანიების რეესტრს. რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი თუ რამდენი საკონსტიტუციო კომპანია ქვეყანაში. გაიხარეთ, მაგრამ ამ საკონსტიტუციო საჯარო იქნება. კი, საჯარო იქნება. ამ საკონსტიტუციო კომპანიებიდან ყველას არ აქვს ის სერვისი, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. მაგრამ რატომ არ აქვს ეს სერვისი ყველას? იმიტომ რომ მოთხოვნა მიწოდების საკითხია. რა თქმა უნდა. ხო, ეხლა ერთ-ერთი კომპანია არის რომელიცაც აქვს ეს სერვისი, ეხლა მე დაახლოებით ვიცი რომ ეს ემსახურება 70 კომპანიას, დანარჩენი კომპანიები არის 5-4, აი რამ ძალიან ცოტას, მაგრამ სერვისი ჭირდება ძალიან ბევრს, ხო, ყველას თითქმის. ნუ კონსულტაცია მინიმუმ 10%-იც არ არის, ხო, მაგრამ მოთხოვნის ნაწილში არ არის, მიხვდი, ანუ მიდიხარ, შენ ესაუბრები რომ ეს სერვისი გაქვს, ეს ვალდებულებები გაქვს, მოგისმენენ. ხო არ ჭირს და მაგიტომაც არ არის. როგორ არის, იცი, ხო, აღსრულებაც ანუ 10000 კომპანია, მარეგულირებელი ყავს გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ყავს 90 ინსპექტორი საქართველოს მასშტაბით. საკონტროლებელი სფერო არის 10000 ობიექტი, წარმოიდგინე, საკმაოდ დიდია. დატვირთულია ეს გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი საკმაოდ, აქვს რა თქმა უნდა გეგმიური, არაგეგმიური შემოწმებები, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც გაკეთებული აქვს და სწორად აქვს გაკეთებული იმ რესურსებიდან გამომდინარე მაღალი რისკის ობიექტებს, რომელიც უფრო მეტად დამაბინძურებელია. ხა ეს ყველას ვერ მოიცავს თუ ხელხაზე არ შემოვიდა ინფორმაცია, თუ რაღაცა, აი ხა თქვენაც თქვით ის ონლაინ რეესტრიდან არ მოვიდათ ის რაღაც სია. ქარხნები და ასე ხო, უფრო ქარხნებზე აქვს ლოგიკური სახელმწიფო არც უნდა ერეოდეს. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ მაგისა ჩარევის საჭიროებაც არ უნდა იყოს ამ დონეზე რა. ინფორმირება საჭიროა, პასუხისმგებლობების განაწილება საჭიროა და მე კონკრეტული საკითხებიდან გამომდინარე საჭიროების შესაბამისად რეაგირების მოხდენა ამაზეც საჭიროა, იმიტომ რომ რეგულაცია მივიღეთ და არ სრულდება და იმას არავინ თხოვოს, რა თქმა უნდა. ხუჭი არის რა. აი მე პირადად გეტყვი ყოფილვარ შეხვედრაზე, ანუ კომპანიას ახლა ვერ დავასახლებ, ძალიან ცნობილ კომპანიასთან, აუხსენი რომ რამდენად დიდი საკითხია და პირველი შეხვედრა რო შეხვდით, ძალიან მაღალფარდოვნად ვისაუბრეთ და იქ ის CEO-ს შეხვდით და CEO მეუბნება რომ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა, ასე შემდეგ, ას მეუბნება, აი ესეთი რაღაცები ხდება და ბოლოს ვეუბნები რომ მოკლედ თქვენ გაქვთ ნარჩენების მართვის გეგმა, გასაკეთებელი, შესათანხმებელი, იმიტომ რომ ეს აუცილებელია, რა არის ჩემი ნარჩენი, ეს არის. რამდენია ჯარიმა მეკითხება? ამდენი. 3 წელი არ შეუმოწმებიათ, არ მინდა. ხო, გადაწყვეტილება იყო ეს, ანუ თუ არ შეუმოწმებია, იფიქრა რომ მოკლედ ეხა კიდე 3 წელი რო არ CEO იყო თან ფინანსურათაც ფიქრობდა და გადათვალა უცბად რა, რომ ამდენია ჯარიმა, თქვა 5000 ან 10000, ხო? კიდე არ შემოწმოთ ერთი წელიც კი თუ მე გავაკეთებ. იგივე სიტუაცია გვაქვს, აი აბსოლუტურად. ხო და აი შეგნება თქვა თქვენ დარჩი. ჩვენცა ხო ანუ მიდიხარ ბოდი შეგაცხადეთ ელაპარაკები მონაცემთ ადამიანის უფლებები უპირველესია ჩვენთვის ვზრუნავთ რაღაც ელაპარაკები რაღაც აბა რა ღირს საერთაშორისო გადაცემაზე ჯარიმა რამდენია მე შედეგი რა მოყვება საქმე ანუ რო გადავცე მე ამიკრძალავს ხო ნუ უკანონოა დაგაჯარიმა და აკრძალა რომ აღარ გადაცე რისკს ავიღებთ წახვალ შეხვედრიდან ეს ერთი თვე გრძელდება რა და მე შემოწებას დაიწყებს საზედამხედველო ორგანო და მე გეძახის დასახმარებლად. მანამდე ჩართული რო ყოფილიყავ ის არ მოხდებოდა და არც დაჯარიმდებოდა რა. აი ეს პრევენციული ზონა ძალიან ბევრი. სახელმწიფო ერთ-ერთი კომპანია ხარ მინდა რომ ისე რეკლამა გამომივიდეს, ამიტომ ცოტა მესამე პირში ვილაპარაკებ. ერთ-ერთი კომპანია სადაც 70 კომპანიას ემსახურება თქო რა. სერვის 70 კომპანიიდან 65 კომპანია დაჯარიმების შემდგომ არის მოსული. 5 კომპანია რომელსაც გამოთქვა სურვილი რომ მოდი თავიდანვე საბედნიეროდ ეგეთი პრეცედენტები მოიმატა უფრო და რატომ უკავშირებ და რატომ მგონია რომ ესეთი საუბრები მნიშვნელოვანია.
და ბიზნესზე რატო გავაკეთე აქცენტი? როდესაც მონაცემთა დაცვის მიმართულებით გაჩნდა ვალდებულებები და ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, კვალიფიციური, არაკვალიფიციური, არ აქვს მნიშვნელობა, რომ გამოჩნდნენ და კონკურენცია რო დაიწყეს აქ და მოთხოვნებიც მე ერთ კომპანიას ვემსახურები, ის შესაბამის მოთხოვნებს უყენებს სხვა კომპანიას, ის სხვას და ცნობიერება მეტნაკლებად ამაღლდა და აცნობიერებენ უკვე საჭიროებას და დამოუკიდებლად მოდიან იძულების გარეშე და შემოწმების გარეშე და ეხლა გარემოს დაცვაზე ვსაუბრობ და ადამიანის უფლებებზე და არც გარემოს გარეშე იქნება ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებების გარეშეც მე მგონი გარემო როგორი იქნება დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ზუსტად ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასოციაციასაც აქვს მნიშვნელოვანი რომ ასოციაციის როლი რა არის? სახელმწიფოსა და ბიზნესისა და სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის ჩადგეს დაიკავოს ეს საკითხი. ბალანსი დაიცვას, რომ მათ შორის სახელმწიფოს ის ინიციატივები, მათ შორის რაც მომავალშია, რომ აცნობს ბიზნესს და უთხრას, რომ ამის რისკის ქვეშ გახართ და ეს ინფორმაციები მიეწოდოს, პლუს იზრუნოს ბიზნესის გარემოსდაცვით მმართველების ტრენინგზე და მუდმივ უწყვეტ განათლების მიცემაზე, რომ ისინი იყვნენ, ასე რომ ვთქვათ, ყოველთვის მწოდნე და არ დაჯარიმდეს მე ისე კომპანიები, ასევე მოსახლეობას დაცული იყოს და ასევე თვითონ ბიზნესში დაგროვილი პრობლემები, რომელიც რაღაცა კანონის მიღების შემდგომ ხარვეზია რა და ხო იცი აი ბიუროკრატიას ქმნის და ანუ ხო ეს მიიტანო პირიქით სახელმწიფოსთან და უთხრა ეს პრობლემა გვაქვს რა და სხვათა შორის ეს ასოციაციის ნაწილი, როდესაც ჩვენ გავაჩინეთ ეს იდეა და მივედით სამინისტროში და ყველას შეხვდით სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულს, ძალიან კარგად მიესალმენ და თქვეს რომ პირიქით ორივე ხელით ხერს გიჭერთ რა ხო რა ორივე ხელით ხარს გიჭერს გითხრეს პირდაპირ. ეგ უნდა მეთქვა რომ ბიზნეს ხან და ხან კი არა ალბათ ხშირად სახელმწიფოსთან ურთიერთობა ეზარება როგორ ხო ეზარება ცალკე მაინც მოლოდინი არა აქ არა და ხო ცალკე თამაშობენ არა და მეც ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე საჯარო სამსახურში მე უკვე კერძოდან თანამშრომლობდი საჯარო უწყებებთან და მათი მხრიდან არის მზაობა რეალურად საკითხის განხილვისაც, გადაწყვეტილებების მიღებისას და რაღაც პლატფორმების შექმნისაც თანამშრომლობისთვის და არის იმ სახელმწიფოს მხრიდან მზაობა რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში და ამ რესურსების გამოყენება ჩემი აზრით შესაძლებელია და საჭიროც არის რა. კი, კეთახმა. ზუსტად ეგ როლი გაქვთ მე მგონი თქვენ ხალხურია. ზუსტად ეგ როლია კი. მე რა რაღაც პატარა ესეთი ხალისი შემოვიტყო რა სიტყვი ჯონი. აქამდე უხალისო იყო. არა ისეთი რა რაღაცა პატარა ტესტი მოუწყოთ ბატონ კოტეს რა. წარმოვიდგინოთ რომ 5 წუთით მოკლედ გაძლევთ ესეთი ინსპექტორის უფლებამოსილებებს რა. ოღონდ მხოლოდ 5 წუთით. 11 წელი ვიყავდი. ხო და აი ხა მე დავასახელებ ბიზნესებს, დარგებს დავასახელებ და მითხარით პირველ რიგში რაში ამოწმებდით? კი ბატონო. რესტორანი. რესტორანს შევამოწმებდი რა თქმა უნდა ფრეონს, აქვს თუ არა კონ 3 კილოზე მეტი და ფრეონი დარეგისტრირებული აქვს თუ არა. აუცილებლად ექნება. ხო, აუცილებლად შევამოწმებდი ასევე ნარჩენების მიმართულებას რა. და მესამე ხმაურს. ძირითადად რესტორანები და ხმაური არის კიდე რაზედაც საჭიროები შემოდის. ეს სამი კომპონენტი. ხმაურზეც თქვენი მიმართულება. ანუ ნახე ხმაური იყოფა ორ ნაწილად. შენობის შიგნი არსებული ხმაურს ეს მერია და ეს ტექნიკური მიმართულებით ზომავენ, ხოლო შენობის გარეთ არსებული ხმაური არის გარემოსი. ესე წერია კანონში და ხმაური და ხო სხვათა შორის კიდე რესტორნებიდან ის არის ხოლმე გამონაბოლქვის პრობლემა ეს სამწვადე ეგრეთ წოდებული სამწვადე სადგადის მიდი და სავენტილაციო სისტემა ხო კი ბატონო სასტუმრო სასტუმროს ნაწილიც არის უფრო ისა მაცივარ აგენტები ძირითადად მაცივარ აგენტები და უფრო ახლოს რესტორანთან ვინაიდან მათაც აქვს ტყვების ობიექტი სასტუმროს და ხმაურის ნაწილი შეიძლება კონდეს მის აგრეგატებს სხვა ისეთი სასტუმროს სტუმრებიც ყავს ბევრი რომელიც კიდე ანაგვიანებენ ხო ნარჩენებს რა თქმა უნდა ნარჩენი ყველგან რა კი ბატონო გადავიდეთ ჯანდაცვაში სტომატოლოგიური კლინიკა სტომატოლოგიური კლინიკას აქვს სხვათა შორის სახიფათო ნარჩენები სტომატოლოგიური კლინიკას აუცილებლად შევამოწმებდი სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის ოდენობას იმიტომ რომ თუ მას 120 კილოზე მეტი სახიფათო ნარჩენები აქვს ნარჩენების მართვის გეგმა უნდა გარემოსდაცვის მმართველი უნდა ყავდეს დანიშნული და ვის აძლევს ამ სახიფათო ნარჩენს მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკაშიც იქნება რა თქმა უნდა გამაგრილებელი კონდიციონერი და მასაც შევამოწმებდი ძირითადად ეს საკითხები აღარ საუბრობთ რა არა მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკა რო წარმოვიდგინოთ რა დონეზე დადის ეს ხო სალონი ან ტატუ არტისტები ნახე სალონში თმები შეღებილი თმები
ტატუირებები იჭრება, უკვე სახიფათო ნარჩენში გადის. ტატუირების შეღებილში უკვე რა, ასე რომ ქიმიურად დამუშავებული, ანუ სპეციფიურ ნარჩენში გადის, მაგრამ რაღაც ანუ იმ ნარჩენში გადის, რომელიც მუნიციპალურ ურნაში არ უნდა მოხდეს. შეიძლება პირდაპირ წესით სახიფათოს იმას ვერ მიანიჭო, რა ქვია, ხასიათებლებს, მაგრამ სპეციფიკურად დაქვემდებარებული და ის აუცილებლად უნდა დაიცვას. დაიცვას ისეთ ორგანიზაციაში, ვისაც ამის თვითონ ვერ დაწვავს. მეტად რამდენი იცავს ამას. სამშენებლო კომპანია. სამშენებლო კომპანიების საკითხი არის მოკლედ ყველაზე დიდი სამშენებლო ნარჩენი აქვთ მათ. პირველი კატლავანი, როდესაც ჟრიან 200 ტონაზე მეტი თუ გაქვს შენ კატლავანი, 200 ტონაზე მეტი თუ გაქვს ყველასა კატლავანი, აუცილებელი გჭირდება ნარჩენების მართვის გეგმა, იმიტომ რომ ეს კატლავანს რო ამოიღებ, უნდა წაიღო სერტიფიცირებულ ტიპთან, ისე ვერ წაიღებ, ანუ არის ამ შემთხვევაში თბილის შემთხვევაში თბილისელი ჯგუფი იღებს, ამ გლდანის ზემოთ რომ ამოსების კუთხით აქვს სამშენებლოების, არის ასევე სარეკულტივაციო ადამიანები, ვისაც სარეკულტივაციო და ადრე წიაღისეული ქონდა და ამოსების მიზნით აქვთ ესეთი, მხოლოდ ამას უნდა მიცე სამშენებლო ობიექტზე, ასევე სამშენებლო ობიექტზე რა წარმოგვიქმნება სახიფათო ნარჩენები. ქაფი, სილიკონი და ასე შემდეგ, რომელიც 10000 ლარიანი ჯარიმა. ან ნარჩენების გეგმა 5000 ლარიანი ჯარიმა, მაგრამ მაგალითად სილიკონის სარიელი, როდესაც სილიკონი გამოიყენეს, სილიკონის სარიელი შესაბამისი დამჭა. ანუ არ არის, ერთად უნდა, ანუ 10000-იანი და 5000-იანი თუ დაგიწერეს, 10000 ლარი იქნება, 15 არ იქნება, შთანთქავს, მაღალი შთანთქავს დაბას. მაგრამ მაგალითად ქაფი წარმოიდგინეთ, ქაფი გამოიყენა, ან და სილიკონი გამოიყენა და ეს ნარჩენი რაც დარჩა სარიელი რა, ეს თუ დააგდო 10000 ლარიანი ჯარი. ოღონდ მე რო ფიზიკურმა პირმა იგივე გავაკეთე და მუნიციპალურ უნარში ხო, შენ ჯამწუჩი არ გაქვს ეს ხო. იდეაში ჩვენ ფიზიკურ პირებს უფრო მეტ ნარჩენს წარმოქმნით ხა საქართველოში ვიდრე კომპანია. ერთი შეკითხვა მქონდა, რაც ყველაზე ძალიან მაწუხებს. ოღონდ მაწუხებს მართლა რატო? თბილისში ერთ-ერთ უბანში ხა ლოკაცია რო თქვა მიხვდება ყველა და არ მინდა დასახელება. სამშენებლო მტვერი. კი. მოკლედ ბურღვას რო იწყებენ თუ აქ ქვების გათლას თუ ანის ხელოსანი როგორ არის ცოცხალი დღემდე ერთი და იგივე ადამიანი 1-3 კილო არაფერი არ უკეთი 1-3 კილო აგური ექნება ნასუნთქი რაც მე თვის განმავლობაში აი მტვერი დგება როგორ იცი მთელ ქუჩაზე სადღაც ორ ქუჩაზე ესენი ბურღვას თუ ხერხვას თუ თლას რო იწყებენ ამ ქვის მთელ ქუჩაზე მტვერი არის მათ არის ორი როგორც გარემოს დაცვის კუთხე ესე შრომის უსაფრთხოების კუთხე ნახე შრომის ინსპექცია რას ამოწმებს? შრომის ინსპექცია ამოწმებს შენი თანამშრომლის ჯანმრთელობა დაცულია თუ არა. თუ ის მუშაობს ისეთ ადგილზე, სადაც მისი თანამშრომლის ჯანმრთელობა უზნეებს, ესეც შრომის ინსპექციას გარემოზე თუ გარემოში მტვერი მოდის, რა თქმა უნდა, ყოფილა ბევრი საჩივრები ცხელხაზე შემოსული, მაგასთან დაკავშირებით ამ მტვერიანებაა და ასე შემდეგ. ან დაავადებულება აქვს ზოგადად ამ მტვერისგან როგორ უნდა დაიცვალოს? დანამოა და გამოყენება სწავლიანი სახერხი აპარატების რა ასე რომ ვთქვათ რა. კი და მაგის ტექნოლოგია. ხო, ანუ არის მაგის ტექნოლოგია. არის ხო, თან მე როგორ ეს ვალდებულება გაჩენა მაინც ესე ხდება აქ. და მარტო იმ ადამიანისთვის კი არა, ვინც იმას აკეთებს, იმისთვის ხო საშინელება არის, აი ხირული მტვერი მოდის ნისლივი. მათ შორის ახლა ეს გარემოს კუთხით არ არის, მაგრამ იმას აქვს თვითონ მერია ვალდებულებს ეს მწვანე ბადისტრო ზუსტად ეგ მტვერს აკავებს რა. იმიტომ რომ დიდი პრობლემა რა თქმა უნდა სამშენებლო სექტორიდან მოდის PM10 დაახლოებით მტვერი, მტვერის ზომა, რომელიც ალერგიებს იწვევს რა. და ძალიან ცუდია რა თქმა უნდა და მოკლედ ახლა ვიცი რომ ელუბანს დასამო. მაგ უბანში არის ყველაზე მეტი მშენებლობა და მტვერიც რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ახლა ნახეთ რა არის კიდე რა პრობლემებია. ეს რომ მიიტანა მან ეს ქვიშა ეს სხვილი ფრაქცია იქნება თუ თხელი ფრაქცია იქნება რომ როდესაც მიიტანა მან დაცალა ხო? ანუ იქ ისიც ხო ამ მტვერიან და მე ზოგადად ეს რო დაყრილია იქ ქარი და თუ ისეთ უბანშია სადაც დიდი ქარია მოკლედ ამას არა ეგ უბანი არა დიდ ქარიანი მაგრამ ცენტრალურ უბანშია მაგრამ ხო გასაგები მანქანა ხალხი არ ვიცი მართლა გეუბნები ის მტვერი რო დააჯამა მარტო იმ ადამიანს რაც აქ ანალიზებენ უბანზია საუბარი და არ ვიცი ვიტყვი მაგრამ თუ არ მგონია თქვამაც უშველოს ამიტომ არ ვიცი სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მათ შორის აქვს დაბინძურების დეპარტამენტი და გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების დეპარტამენტს თბილისის მასშტაბით აქვს რამოდენიმე დანადგარი
ARGO-G არის კი, ესეთი საიტი, კი, სადაც კი, შეგიძლია კი, კი, რომელ უბანში რამდენი მტვერია უფრო კი, ნახო. კი, კი. ეხლა ეს აპარატები იმდენი არ დგას ამ ძალიან ძვირი ხის რომ მთელი საქართველოს მთელი თბილისი კარგად იყოს მოცული, მაგრამ ასე თუ ისე შეგიძლია რაღაც ნახო რომ ხო, ძალიან მიხარია რომ ამ საკითხის ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ყურადღება ეთმობა ვალდებულების გამო კი არა რეალურად პრობლემაზე ზრუნავენ ის ადამიანებიც ვინც იქ მუშაობენ და მოქალაქეებიც ვისაც ეს ეხება. იცით როგორ არის ანუ ეხლა ჩვენ ის რეალობიდან უნდა გამოვიდეთ განვითარებადი ქვეყანა ვართ რა. რა თქმა უნდა ხო. და სახსრები ქვეყანას იმდენი არ აქვს ეხლა ის აპარატის თუნდაც ის სადგური რომელიც ჯიხურს ეძახიან რომელიც სადგური რომელიც ზომოს რამოდენიმე მტვერს იმას რა ქვია და ენოს და გოგირს და ასე შემდეგ გავქოთ CO-ს ხო მილიონამდე ეждება თითო აპარატი ხო და მისი მეინტენენსი შემდგომ მისი ექსპლუატაცია კიდევ მეტი ძვირი ჯდება და ეხლა მაგდენი აპარატების შეძენა ესე სახელმწიფოს ბიუჯეტზე ამიტომ ძირითადად აქვს სულ სპონსორებისგან და მოკლედ დონორებისგან უფრო სწორად ნაკები ხო და აქ შემოდის ჩვენი მოქალაქეების პასუხისგებლობაც რა როცა რაღაცის რესურსი ყველა ვიცით რომ არ არსებობს კი გვინდა იდეალური იყოს მაგრამ ვაცნობიერებთ რომ ამას დრო და რესურსები ჭირდება ჩვენი პასუხისგებლობები რაღაცებზე უნდა ავიღოთ რომ მინიმუმ ნაგავი არ დავავიღოთ. კი, მაგრამ იცი რას ვაკვირდები ხა მე 2005 წლიდან მუშაობდი გარემოსდაცვის სამინისტროში რა 2016 წლამდე. რომ მახსოვს ახლა 2005 წლიდან დღემდე ხო? ის პერიოდი, როდესაც ჩვენ გარემოსდამცველები რაღაცებზე აქცენტებს ვაკეთებთ, საერთოდ მოსახლეობას არ აინტერესებდა და დღეს მოსახლეობის ასე რომ ვთქვათ, მოთხოვნამ კანონმდებლობას და რეალობას, ქვეყნის რეალობას გაასწრო. ხო, როგორც ვინმე მანქანი და ნაგვის გადამოგდება ნორმა იყო. ნორმა რა ხშირად ხდებოდა, ნორმა არ უნდა ყოფილიყო და ეხლა რაც არის კარგი, რომ მინიმუმ სხვა გეტყვის შენიშვნას. კი, ხო, და ძალიან მისასალმებელი არის ეს და არ ვიცი რა. ну შეგნებას გაიზარდა რა. დაგჭა შენ ბიზნეს სექტორი. მე არა, მე ერთადერთი ის დამჭა რომ ფაქტიურად ეხა ისეთი რეკომენდაციები გავეცით რა, ანუ აი ის დარგები ჩამოვთვალეთ, რომელზეც მე მგონი რომ დღეს უნდა მიაქციოს ამ ბიზნესმა ყურადღება და არ უნდა ელოდება მაინც და მაინც ოფიცერის მოსვლას და შემდეგ რაღაც გაფრთხილებებს და ჯარიმებს და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ჩემი აზრით, რა ვიცი, არა მარტო რაღაც ვალდებულება და პასუხისგებლობა, არამედ რაღაც შეგნების ამბავიც არის, როცა ბიზნეს აკეთებს ერთი შეკითხვა მექნება მე იგივე იმას გავაგზავნებ პათოს ბიზნესი მაქვს და სად უნდა მივიღო ინფორმაცია სად უნდა გადავამოწო რა ტიპის ნარჩენს ვაწარმოებ მე რომ ამ რეგულაციებში ვექცევი თუ არა ხო სხვათა შორის ანუ მაგასთან დაკავშირებთ ეხლა რომ ვთქვათ და დავტვირთოთ პირდაპირ ის რა ქვია სახელმწიფო სტრუქტურა ძალიან დაიტვირთება ამიტომ ზუსტად ეს გადამოწმება აი საკონსტიტუციო კომპანიები რომელსაც ეხლა ზუსტად ბაზებს ვქნით ეს საკონსტიტუციო კომპანიები იქნება და ნებისმიერ მიმართავს საკონსტიტუციო კომპანიას და დაურეკავს და ეტყვის რომ ეს ბიზნესი მაქვს, ეს ვალდებულებები მაქვს და ამას ქვია პირველი ეტაპი იყო, როდესაც კანონი შემოვიდა ინვენტარიზაცია, ნარჩენების ინვენტარიზაცია. და ყველა კომპანია იყო ვალდებული ჩაეტარებია ინვენტარიზაცია, რომ მე ჩემი ნარჩენებით ჭირდება თუ არა გეგმა რა. და დღეს ეხა ნებისმიერ კომპანიამ რო დამირეკოს სიტყვაზე ვამბობ ნებისმიერ კომპანიამ რო დამირეკოს 5 წუთის განმავლობაში ვისაუბრო ზუსტად ვეტყვი ჭირდება თუ არა გეგმა რა ესე რომ ვთქვათ რა ნარჩენების მართვის კოდექსი გვაქვს კანონი ხო არა ნარჩენების მართვის კოდექსი გვაქვს ზუსტად და იქ იქნება ჩამოთვლილი იქ არის ჩამოთვლილი ტიპები და განმარტებებია სახიფათო არა სახიფათო აი თქვენ რაც დამისვით ტერმინთან განმარტებაში ეს და მათ შორის ნარჩენების მართვის კოდექსი აქვს ქვენორმატიული აქტები მთავრობის დადგენილები რომელშიც კიდევ უფრო მეტი დეტალურია და მაგას ჭირდება მაცნეს გამოწერა 14 ლარა თუ არ მახსოვს რაღაც მთელ ინფორმაციაზე მიიღებ ცნობას. ხო. ანუ მოძიებადია მარტივად მის გარშე დარეკვის გარშე და დარეკვაც მე მგონი პრობლემა არა. თუმცა მოდი ესე ვთქვათ რომ ამ ნაწილში შეიძლება ხელი ხაზი აქვს გარემოსდაცვის სოფსეუნების სამინისტროს 153 და შესაძლებელია ხელხაზრდაც ეს ინფორმაცია მიიღონ რა. და ერთ კითხვასაც დავსვათ და პრინციპში ამით დავაფინალებთ ხო ანუ ეხლა თქვენ გექნებათ ხო ანუ ალბათ აწევრიანებთ კომპანიას თქვენს ასოციაციაში ანუ რამდენად შეუძლია ეხლა ამ კომპანიას რომელიც გაწევრიანდება თქვენთან ხო ეხლა ეს გამიშთა ეს კითხვა რომ აი თქვენგანაც მიიღოს მსგავსი მხარეში თვითონ ასოციაციისგან კი ბატონო აი ნახე ზუსტად მაგას ეხლა მაცნი ახსენა ჩვენი ზუსტად ჩვენ ეხა ყოველთვიური ბიულეტენები გვაქვს ზუსტად ვალდებულება რა რო გაწევრიანდება ჩვენთან კომპანია ჩვენი ვალდებულება არის ზუსტად რომ ამ კომპანიაზე ვიზრუნოთ გარემოსდაცვის კუთხით ტრენინგები და მათ შორის ყოველთვიური ბიულეტენს ვაკეთებთ მაცნეს ანალიზიდან გამომდინარე დღეს რა ვალდებულება გაქვს ხო სიახლეებს უზიარებ ხვალ რა გექნება და ზეგ რა გექნება და ყოველთვიური ინფორმაცია ექნება ზუსტად ჩვენგან და როგორ გავწევრიანდეთ
როგორ გავწერიანდეთ და მოკლედ ჩვენ საიტზე შეუძლიათ ჩვეულებრივად გემა წერტილი G მოგმართოს Facebook გვერდიც გვაქვს საქართველოს გამოზრდილი მმართველთა ასოციაცია გემა და მოგწეროს და მოკლედ ამ ნაწილში ჩვეულებრივად გავაწევრიანებთ. სხვათა შორის ეს დავამატებ რომ ეს ასოციაცია უფრო პროფესიული ასოციაცია ზუსტად ბიზნესი უნდა გვიდგას მხარში რომ როგორც პასუხისმგებლობის ნაწილში ეგრეთ წოდებული ეჯის ნაწილში რომ ხარში დაგვიდგეს, თორე ძირითადად მე გავაწევრიანებ ჩვენ თვითონ გარემოსდაცვით მმართველებს. თვითონ რომ მათზე უნდა ვიზროთ, მაგრამ ბიზნესისგან გვინდა მხარდაჭერა და ბიზნესი ექნება ჩვენგან მხარდაჭერა რა თქმა უნდა. ხელმძღვანელს მე მგონი ძალიან სწორად და ასოციაციის მიზანი აბსოლუტურად სწორი არის, ამ ასოციაციის როლი რაც არის, ეს არის. მე მქონდა ასოციაციასთან შემთხვევა რომ მეთქი თქვენ ხო ზრუნავ თქვენ წევრებს და დაგეხმარებით ტრენინგებს ჩავატარებ მეთქი თქვენთან და გაწევრიანდიო და საწევროს რო გადაიხდიო მე ჩაატარებ და თქვენ მადლობა არ მინდა. ხო, მაგალითად ჩემ შემთხვევაში თქო მე პირიქით ვინმე მოვიდეს პირიქით. ხო რა თქმა უნდა. ჩვენთვის ეგ თავარი მიზანი იქნება. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ჯონი, მადლობა. ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა შენ DPT Consulting-ს, ესეთი საინტერესო თემისთვის, კიდე მორიგი საინტერესო თემა, ისევ ტრენინგი ჩავიტარდა. მადლობა ჩემ თანამშრომლებს და მეგობრებს და კოლეგებს, ვინც კოტე მირჩია შემოხვედრა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ეს თემა და უბრალოდ რესპონდენტს ვერ პოულობ. ფანტასტიკური რესპონდენტი, ფანტასტიკური სპიკერი. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო კონსტანტინე ხაჭაპურიძე, საქართველოს გარემოსდაცვითი მმართველთა ასოციაციის პრეზიდენტი და რა ვიცი, მე მგონი დღეს გამოგვივიდა ძალიან საინტერესო პოდკასტ ტრენინგი, სადაც გავეცით ძალიან საინტერესო ინფორმაცია, ძალიან საინტერესო რეკომენდაციები და აი განსაკუთრებით, როდესაც შევეხეთ დარგებს, მე მგონი იქაც სპეციალურად შევეხე მაგას, რომ ანუ უფრო პრაქტიკული გამოსულიყო და ადამიანს და ბიზნესს დაინახა თავის თავი მანდ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ბატონებო. მადლობა თქვენ ზუსტად კიდევ. ისევ კлау გელით ჩვენთან პოდკასტში და მაყურებელს ვუხდი მადლობას ჩვენთან ერთად ხართ და დაგემშვიდობებით უკვე სამშაბათამდე საწიონო უქმეები. ნახვამდის. ნახვამდის.